დილომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყოველას, რა თქმა უნდა და როგორც გითხარით, ძალიან დიდი სიამოვნებით მივესალმები და ძალიან დიდი პატივისცემით, რადგან ადამიანი, რომლის შესახებაც მე უკვე გითხარით და კიდევ ერთხელ გამომეორდები და გეტყვით, რეფლექსოთერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ექიმი ნინო ვაშაკიძეა ჩვენთან სტუმრად და ძალიან დიდი მადლობა ნინო, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დედის დღე და თქვენ განსაკუთრებულად უნდა მოგილოცოთ, რადგან როგორც გავიგე 4 შვილის დედა ბრძანდებით და რაც სუდი, აი ზოგჯერ, ნუ კი, აი ყოველთვის ამბობენ, რომ რადიოში მუშაობა, რა თქმა უნდა, არის რაღაცა გვარი ინტიმი, ძალიან საინტერესო, როდესაც ვერ ხედა ვიზუალურად ხმა გესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მწყდება გული, რომ მაგრამ იმეც ვიდან ამ შემთხვევაში ნაკლია, იმიტომ რომ ასეთი ახალგაზრდა, ასეთი ლამაზი და უკვე 4 შვილის დედა. მე ერთ რამოს ვიტყოდი ხა ნინოს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და უბრალოდ პატარა ექსკურსი მინდა ჩავატარო, რაღაცა ძალიან ისეთი ახალგაზრდა წლებიდან დავიწყოთ ესე რომ გადის რაღაცა პერიოდი მეტნაკლებთან ისეთი მონათესავე პროფესიები გქონდა, რაღაცა ოჯახები იყო დაკავშირებული ერთთან რაღაცა ბრახ მესმის ნინო ორსულათაა ძალიან კაი და გადის რაღაცა პერიოდი ბრახ ნინო მესმის ორსულათაა ძალიან კარგი არა პირველ ორზე არ მქონდა ეს აბაც გადის რაღაცა პერიოდი ბრახ ნინო ეს რო იყო უკვე მეოთხეჯერ მე ვიყავი შოქში და რატო იმიტომ კი არა ხა ქალიშვილს აჩენს ხა ძალიან კარგი მაგაზე რა ჯობია ჩემთან არ მოხდა ეს ამბავი თორემ მეც კი მინდა და მაგრამ მე ყველაფერი იქით იყოს იმიტომ რომ ეს არის ადამიანი გოგო თავის დროზე ქალი მანდილოსანი რომელიც ერთი წამი მე მგონი არ გაჩერებულა და პრაქტიკული საქმიანობა არ შეუწყვეტია ყოველთვის მქონდა ძალიან მე რომელსაც სხვისი აქტიურობა გამიკვირდება აი ყოველთვის მქონდა უზარმაზარი ბევრი კითხვის ნიშანი როგორ ასწრებდა არა მარტო ასეთ აქტიურობა საერთოდ წავიდა იმოგზაურა ჩამოვიდა ნუ არ ვიცი რა ქნა და ეს ბავშვებიც იზრდებიან არაჩვეულებრივები ასე რომ ძირფასო მამაკაცებო თქვენი მოარული აზრი რომ ქალი უნდა იყოს კუხნაში ან ქალი და კარიერა და ოჯახი ერთად არ გამოდის არის აბსოლუტურად გაცამტვერებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მე ხლა ნინო მინდა ამისი რეცეპტი ამის რეცეპტი იყო ჩემი მეუღლე იმიტომ რომ მავნებივრებდა ამით მაძლევდა თავისუფლებას ამბობდა რომ ქალი აუცილებლად უნდა მუშაობდეს. იმისთვის რომ უხაროდეს სახში მოსვლა, იმისთვის რომ უყაროდეს იმ სადილის დამზადება და იმისთვის რომ უხაროდეს ბავშვის ნახვა. 24 საათი რომ უყურებ უკვე აღარ გიხარ. მე ვფიქრობ ნინო ბავშვებმაც ხელი შეგიწყვეს, რაღაც კარგები იქნებოდნენ. ბავშვები ძალიან ცალკები იყვნენ, სხვებისთვის შეიძლება პირველი ორი განსაკუთრებით და იცით რა სხვისთვის შეიძლება მიუღებელი იყო, მაგრამ ჩემთვის ეს სიცოცხლე მე მომწონდა, ეს სიცოცხლე ჩემთვის იყო ნორმა, იმიტომ რომ თუ ბავშვი რაღაც არ აინტერესებს, ანუ ბოროტი კი არ არის ცელქია. აინტერესებს და იმიტომ არის ცელქი. ფსიქოლოგების მაპატია ჩაგერთები აქსიომა არსებობს, გეშინოდეთ იმ ბავშვის რომელიც წყნარია. რაღაცა დოჯით ეს მიუღებელია ასეთი ბავშვები, იმიტომ რომ იქ თვალებში არ არის ინტერესი და არ არის ეს რაღაც რუსულად ამბობენ ჩირწადა. აქედან მე მახსოვს მგონი მირიანზე ეს საუბარი, აი ბოლოს დაიდო Facebook-ში ფანტასტიკური კლიპია ბავშვი რომელიც მღერის ერთ-ერთ არაჩვევთან არის წითური რაღაცა ის ხერა, კულულები და გამახსენდა ერალაშის პაპა უვასისილონ მათემატიკა აი ზუსტად ესე მღეროდა და მე რო ეს ვიდეო ვნახე, აი გავხდი ცუდად რასაც უფროსი რამდენი წლის არის ნინო? 20 წლის არის უკვე კაცი. სტუდენტია, პატარა არის 7 წლის. გუშინღამე მირიანი ავად ყავს და გუშინღამე არ დაიძინა. მირიანი რამდენი წლის არის ხა მეთან ჩავერთვე. ეს მესამეა. ეს მესამეა და არ დაიძინა. ვერ მოვახერხე გაბრაზება, მოვედი პაციენტი მყავდა მე გადავწყვიტე რომ ცოტა დავისვენო და 1 საათით ჩემ მეგობართან შევიარე და მირეკავს ძალიან ცუდად ვარო, მივდივარ სახში მომილოცა ელოდებოდა პირველის დაწყებას. რომ მოელოცა დედის დღე. შემდეგ დღევანდელი დილა მქონდა ძალიან კარგი, გამეღვიძა 6 საათზე, მამა რო გეზარება ცოტა ადგომა, რომ ავდგი არა. მაგრამ მედეფემი გელოდებოდა. არა, მელოდებოდა. შემოვარდა დედიკო გილოცავ დედის 6 საათზე და 7:15 წუთი იყო ალბათ. მე უკვე გაღვიძებული ვიყავი, თვითონ ეგონა რომ გამაღვიძა და დიდი პლაკატით რომელზეც წერია დედიკო გილოცავ დედის დღე. ესე იგი პირველი 2-3 არის ბიჭი, მეოთხე არის კეთო გოგო. ამან განაპირობა რომ გოგო გინდოდა თუ უბრალოდ არა ხო? მე ვამბობდი მეოთხეზე მეოთხე საკითხი რო და
ყველას ეგონა რომ იმიტომ რომ გოგო და მე ბოლომდე ამჯეროდა რომ შეიძლება გოგო გამიჩნდეს იმიტომ რომ ისე ბიჭები ალბათ ანებიურებენ არა კეთოს თუ პირიქით ორნაირი მირიანმა თქვა ის კლიპი ხო ნახე მაგრამ შემდეგი იყო კეთო ვერაიტანა რაღაც ეტაპზე თან უყვარს ყველაზე მეტად რომ წამართვა შენი თავიო გამომიცხადა ანუ ეჭვიანობის მომენტი ქონდა მაინც იყო და ერთვენიერ დღეს დედა რა მაგარი ლექსი ვისწავლეო я свою сестренку Лиду кому не дам в обиду если очень აღარ მახსოვს я и сам ее побью. არის. და რა მაინტერესებს აი რომ დგებოდა ეს ბედნიერი შემთხვევითობა იყო რომ იგებდი რომ ხაროსლა თუ გეგმაზე მე რა აი გინდოდა რომ იყავი მრავალშვილიანი. არა, აბსოლუტურად. ნუ ბავშვობაში მახსოვს რომ მინდოდა რომ ყოლოდა 12 შვილი. იცი რატო 12? და რატო გაჩერდი ნეტა 4? ალბათ იმიტომ ეს ზღაპრებში ხო არის ხოლმე რომ ძირითადად ახსენებდნენ და ყოველთვის იყო ხოლმე 12 ვაჟი ან 12 და ალბათ აი ეს 12 იმიტომ ჩაგჭა. ჩვენ ვიზრდებოდით დიდი ოჯახი იყო ჩვენთან ბებია და ბაბუ არაჩვეულებრივი და ფაქტიურად ერთ სახლში ვიზრდებოდით 4-6 ბავშვი ერთდროულად. ზაფხულში აუცილებლად საბიძაშვილო. ოღონდ მე ვერ წარმომედგინა რომ ესენი არიან ბიძაშვილები. მე ვეძახთი ამათ და დებს და ძმებს და აი ესეთი მრავალ და გარდა მაგისა მყავდა ბიძაშვილები რომელთან ერთადაც ვატარებდი მთელ ზაფხულს რაჭაში მიღებულია ეს დედა მყავს რაჭიდან წარმოშობით და სოფელი ქონდა შენარჩუნებული ოღონდ სოფელს ეძახოდნენ დაჩნიკების უბანს ეძახოდნენ ამ ბრეგვაძე ობოლაძეების უბანს მარტო ზაფხულობით ჩავდიოდით ყველანი ოღონდ აუცილებლად ჩავდიოდით იმიტომაც გვაქვს ეს ურთიერთობები დღემდე და ისინი იყვნენ ბიძაშვილები ოღონდ მე აღმოვაჩინე ბაბუაჩემის გენეალოგიურ ხეში რომ ზოგიერთი მენათესავება მერვე თაობაში. დღემდე მოვყვებით ერთმანეთს, აი უახლოესი ბიძაშვილები ვართ. და ჩემ მეგობარი მეუბნება ინსტიტუტში ვსწავლობდი, მივდივართ ქუჩაში, ჩავეხუტე ერთ მაღლები და ლამაზები არიან ძალიან ამაყი ვარ, ლამაზები არიან. შევხვდი ერთ ჩამოვეკიდე დამატრიალა, ამაგდო ვინ არის ბიძაშვილი. მეორე შევხვდი კიდე ამაგდო ბიძაშვილი და თქვენთან ამას ბიძაშვილობას ეძახით. ერთმა გამრავლეს ავიყვანე რაჭაში და აღმოაჩინა რომ აუ რა მაგარია ბიძაშვილი. ამიტომ ალბათ ამ დიდმა ოჯახმა განაპირობა რომ მეც მინდოდა ბევრი შვილი, მაგრამ არ მიფიქრია. აი ეს მიზან დასახული არ ყოფილა. პირველი ორი რო გაჩნდა, გადავწყვიტე რომ აი ამაზე გავჩერდით. მე რატომღაც მოხდა ისე რომ მირიანი უნდა გაჩენილიყო. უბრალოდ იცით რა არის მე მიმაჩნია რომ შვილი არის მართლა ღვთის საჩუქარი. მე არ მიმაჩნია რომ აი იცით რა არ ვფიქრობ რომ მე ვგეგმავ ვიღაც გეგმავს ამ ბავშვის გაჩენას. ჩვენ ვართ ქალი არის მხოლოდ ჭურჭელი იმისთვის რომ ახალი სული მოევლინოს და ეს სული რომ მოდის უნდა მოვიდეს და ჩვენ მედიცინაში არის ესეთი აპარატი კირლიანის აპარატი რომელიც 70-იან წლებში შექმნეს ცოლქმარი იყო კირლიანი რომლებიც მუშაობდნენ დახურულ ინსტიტუტში რუსული წარმოშობის არის ეს აპარატი ამ აპარატზე არის გამოკვლეული ზიგოტის შემდეგ რა მომენტში რა ხდება ენერგეტიკულ დონეზე. აღმოჩნდა რომ 8 ბლასტომერის შემდეგ არის ავუხსნი მსმენელებს რომ ეს არის განაყოფიერების შედეგად მიღებული გვერდღჯედი რომელიც შემდგომ იყოფა და აი ეს 8 არის ჯერჯერობით აი ამ დონეზე დაყოფილი რაოდენობა ხო 8 პირველი ეტაპი არის ეს არის წამი მართლა წამი არის აი 8 ბლასტომერის შემდეგ აი ამ ჩანასახს ხო აქვს ცოცხალი გაზრდილი ადამიანის ნათება და ანუ რაღაც კარკასი იქნება რომელშიც შემდეგ აი ხო გვიკვირდა ბავშვობაში კი არა სტუდენტობაში რომ ეპითელური უჯრედი კანია ეპითელური უჯრედი თმარი ეპითელური უჯრედი არის საკვერცხე მაგალითად აი რატო ვითარდება ზოგი ეპითელური უჯრედი როგორც და აღმოჩნდა რომ ამისთვის არის უკვე წინასწარ შექმნილი კოდი გოლოგრამასავით რაღაც რაშიც მე უკვე ვითარდება ეს დანარჩენი და ალბათ ის გოლოგრამა არის ეს სული
და ამიტომ მიმაჩნია რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჭურჭელი ვარ და მე დღესაც ვთვლი აი მეუნებიან რომ შენ გაზაფხულა დედა ხარ არ ვარ გაზაფხულა დედა უბრალოდ ვთვლი რომ მარტივად უნდა შევხედოთ ყველაფერს გეთანხმები მარტივად უნდა შევხედო უნდა მივცე თავისუფლება უბრალოდ უნდა მივცე მიმართულება ნინო სხვათა შორის აი როდესაც დავიწყეთ და როდესაც თქვენი წარდგენა მოხდა მე ვახსენე რომ აი საინტერესო მეტ გარდა იმისა რომ მართლა მისასალმებელია და ტაშია დასაკრავი 4 შვილის დედაბრძანდებით, ასევე პარალელურად წარმატებული ხართ თქვენს საქმეში, ხო? აი როგორც თქვი რეფლექსოთერაპევტი. ანუ ეს არის, მოდი ჩვენ მსმენელებს უფრო დაწვრილებით, უფრო განუმარტოთ, ანუ მარტო წურბელები არ არის. სხვა შორის მე გითხარით ეთერს მიღმა, რომ წურბელების შესახებაც მართლა მაინტერესებს ძალიან, მაგრამ აი თავიდან რატომ დაიწყეთ ზოგადად, აი თქვენ ახლა ექიმი ბრძანდებით, რატომ გადაწყვეტეთ საერთოდ ამ გზით წასულიყავით? მე არასდროს არაფერი არ გადამიწყვეტია. მართლა გეუბნებით, არ გადამიწყვეტია. ყველაფერი ხდებოდა ჩემმა მეგობარმა მითხრა, აი არასდროს არანაირი გეგმა არ ქონიაო და მუდმივად რაღაც დიდი გეგმები, აი ეს ზუსტი დიდი გზა, სადაც მინდოდა მივსულიყავი, ზუსტად ვიცოდი. მაგრამ არ ვიცოდი რა გზით მივიდოდი იმ წერტილამდე. რა იყო ეს წერტილი? ეს წერტილი თუ შეიძლება რომ გავანდო. იცით რა, ჩემთვის არის დამცინებთ ახლა რუსულ იმაზე რუსულ სკოლა მაქვს დამთავრებული და ვიждებოდი პავკა კარჩაგინზე და მახსოვს რომ წავიკითხე ეს ჩემი პავკა კარჩაგინი ასტროვსკის და თვითონ ასტროვსკის ბიოგრაფიაზე ვიждებოდი ადამიანი იმდენად ძლიერი იყო იქ было фраза надо же прожить жизнь так чтобы не было безудержно больно за бесцельно прожитые годы ამიტომ მუდმივად აი ბავშვობიდან 13 წლის ასაკში ეს რო ჩამედო რომ არც ერთი წამი მენანებოდა ძილისთვის დრო მე რაცაც წავიკითხე რომ პეტრე პირველ 3 საათი მასე სტალინს 4 საათი ეძინა და 5 საათი კუტუზოვსაც ძალიან ცოტა ნაპოლეონსაც კი ბატონო მაქსიმუმი აი ამისთან გადავწყვიტე რომ ძალიან მინდა რომ 5 საათზე მეტი არ მეცინოს და ვარჯიშობდი გამომდიოდა მე წავიკითხე შტოძელეც იქ აღმოვაჩინე რომ ეძინა ერთ-ერთ გმირს ეძინა ლურსმებზე. ნუ ლურსმებზე არ გამომივიდა და მეძინა იატაკზე და ჩემი ოჯახი იყო სრულიად აღშფოთებული, ბავშვი გამოიგიშდა, ვიშველეთ რამე. და ვცდილობდი რომ მეცვნა ჩემი სული, ჩემი სხეული და თუნდაც აი ბავშვობაში რაღაც არ მომწონდა ჩემი სხეული, მაგრამ არ მიცდია, არ მიფიქრია არასდროს პლასტიკაზე, სულ ვცდილობდი მე თვითონ მიმეღწია და ამენახა ჩემი თავი ესეთი როგორიც არის და მიმეღწია იმისთვის, რაც ჩემი სხეულის მაქსიმუმი იყო. და ასე რომ მე შემიძლია გითხრათ თუ თქვენ ამას მიაღწიეთ. ოღონდ ამას ყველაფერს აი რომ მეუნებოდი წეღან რომ რა საიდან არანაირი ძალისხმევა არ ყოფილა ჩემი მხრიდან არასდროს არ მიჭიდავი არ მიბრძოლია გეტყვი რატო ბავშვობა ისევ აი რაღაცებს ვსწავლობ პატარებისგან დიდებისგან ყველას გავსწავლობ და ძალიან კაი მასწავლებლები პატარები არაჩვეულებრივი მასწავლებლები მასწავლებელი იყო ჩემი ბიძაშვილი ლიკა ელენე ბრეგვაძე როდესაც იყო 4-5 წლის სხვაობა კარგი დიდია ჩვენ შორის 1-8 წელია 9 წელი მაგრამ ნუ აი ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვს რო ეძახია დღეს უახლოესი მეგობრები ვართ ლიკა რო დატერეკავდა ტელეფონი და ჩვენი ოჯახი ხო გითხარით ჯერ ესეთ ხალხმრავალი იყო და მე ვერაზე ვცხოვრობდი და თუ ვინმე გამოივლი და სახში ხართ? აუცილებლად ამოდიოდნენ, იყო ძალიან დიდი მგვალი მაგი და კეისარზე ვგიშდებოდი, რომ ყველაფერს ერთდროულად აკეთებდა და გადავწყვიტე, რომ მეც უნდა გავაკეთო ყველაფერი ერთდროულად, ამიტომ ამ შუშაბანდის დიდ მგვალ მაგიდასთან ბიჭექი იქ უფროსები ლაპარაკობდნენ, სტუმრები მოდიოდნენ, კეიფობდნენ, ტელევიზორი იყო ჩართული და მე კუთხეში მე მაგდებდნენ პერიოდულად, მაგრამ უკაუბრუნდებოდი მე და ჩემი რვეული და წიგნი და მეცადინეობდი, რომ ერთდროულად უნდა გამიგეთ. თან გემეცადინე და თან ყველაფერი მოგისმინა. სიტუაციას აკონტროლებდი მოგ. და ელიკას კონდა ესეთი ფრაზა, რომ დაურეკავდნენ რა შვები ლიკა, ვთამაშობ. ამიტომ მე მთელი ცხოვრება ვთამაშობ. დედობანას, ექიმობანას, დამლაგებლობანას ძალიან მომწონდა ეს დამლაგებლობანას თამაში. და მუდმივად ვთამაშობ. არასდროს არ ვიღლები ამიტომ. ხო, ბავშვი თამაშის არ იღლება. არ იღლება და ამ თამაში თან რაღაცა სასიკეთოს აკეთებთ თან. აკეთებ, იმიტომ რომ დღესაც ეს მაქვს, რომ დამირეკავენ რა შვები თამაშობ რა დედობანას და სულ მუდმივად ვისვენებ.
ვისვენებ რატო? სამსახურში ვისვენებ ბავშვებისგან, სახლში ვისვენებ სამსახურისგან. მე ვიტყოდი, ეს არის არაჩვეულებრივი მიდგომაა ზოგადად, მით უმეტეს დღეს, როდესაც აი ესეთი დაჩქარებული რიტმია ცხოვრების. მართლა მიხარია ცხოვრება, იყო რაღაც მომენტები, როდესაც ყველას გვაქვს ესეთი მომენტები, როდესაც არ გვინდა და აი როგორც კი ამ ყველაფერმა დაკარგა ხიბლი თამაშის რაღაც როცა კარგავ რო ეს თამაშია, ალბათ, ხო? რაკაია, აი ეს რამოდენიმე წელი მახსენდება ძალიან მძიმედ, რომ თამაში რო და მაგრამ ნუ იმისი არ იყოს, აი ყველაფერი გადაიარა ამ ასე ვთქვათ ცუდმა პალასამ რო იტყვიან და შემდეგ უკვე გამოჩნდა ახალი სხივი, ახალი სინათლე. აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ მოკლედ აი ამ არჩევას, რომელიც შენ აირჩიე გზაში შენ და უნებურად. თამაშ. ანუ რა დარგია ეს? მედიცინა ეს, ფილოსოფია ეს, ცხოვრების სტილია ეს. რა არის ეს? აი ეს არის რაც ჩამოთვალე, მე ალბათ ვერც ჩამოვთვლი, ვერ დავალაგებდი ეს. კარგად ეს არის მართლა ყველაფერი. მე ვარ მიან გინეკოლოგი პირველადი განათლებით და ძალიან მიყვარდა მეანობა. საერთოდ იმიტომ წავედი მედიცინაში, ბიცოლა მყავს, მანანა ხვედელიანი, მსგავსი ადამიანი არ არსებობს დედამიწის ზურგზე. აი ხო არის რომ ბავშვობაში გიყვარს ადამიანი და მიგაჩნია რომ არის შენი იდეა. კუმირი რაღაც. და კუმირია. 45 წლის ვარ, დღემდე რჩება ჩემ კუმირად. ეს არის რაღაც სასწაული ადამიანი. შეიძლება იცი კიდევაც დედამისი იყო ძალიან ცნობილი, ფუძემდებელი ყბასახის ქირურგიის საქართველოში. მარიამ გრიგალაშვილი იყო ჩემი კუმირი. მარიამ გრიგალაშვილის ქალიშვილი. ძალიან მანანა ხვედელიანი და მისი და ფისო ხვედელიანი. ეს იყვნენ ადამიანები აი ამან განაპირობა რომ ძალიან მომინდა მედიცინაში წასვლა და მიანობაში წასვლა, იმიტომ მან არის მიან გინეკოლოგი მუშაობდა ჩაჩავაში და აი იქ მინდოდა მე მუშავა. მესმის. Да, я очень хотела работать в Закавказский Святой Ольгинский институт, Закавказский Святой Ольгинский институт повивальных баб. ძალიან მინდოდა. საიდან გამოჩნდა გიხოწე? არ გამომიჩხრებია. თვითონ ჩაჩაველები ვინც იყვნენ მე აი მიუხედავად იმისა რომ მეანობაში არ ვარ, მიუხედავად იმისა რომ არ მუშაობ იქ, მე თავს ვთვლი ჩაჩაველად, იმიტომ რომ ეს იყო სიყვარული, ეს იყო ცხოვრების წესი, ეს იყო ადამიანები, რომლებსაც მასწავლეს ექიმობა. ეს იყო აი ის რაც ჩამიტეს იმ ბრიგადამ, იმ ურთიერთობა დღემდე მომყვება და მასწავლეს ძალიან ბევრი კაი რამ. შეიძლება არ ვარ ამ წუთას მეანობაში, მაგრამ ჩამომაყალიბეს ექიმად. გურამ გოცაძე, ნათელა ქაჯაია, ეს ადამიანები, ვისაც მინდოდა მიმებაძა, ვისთვისაც მინდოდა მიმებაძა. და ნათელა ქაჯაია მე არ გამომიჩხრიკი, ეს ყველაფერი ქალბატონმა ნათელამ გამოჩხრიკა თავის დროზე, შემაყვარა აღადგინა ძალიან ბევრი რამ ჩაჩავას ინსტიტუტში და ძალიან მინდა რომ აი ჩაჩავას ინსტიტუტში ტრიალებდეს. ხო, არ იყო უკვე კოტე ჩაჩავა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მე კოტე ჩაჩავას ვიცნობდი იმდენად და დანატოვარი იყო მისი. სული ტრიალებდა და ყველას ახსოვდა და იმან შექმნა ოჯახი. და ამაყევა რო იქ ვიყავი და აი ამ ჩაჩავას ინსტიტუტში მორიგეობდი მარინა იოსელიანის ბრიგადაში და ჩვენთან იყო ჩემი თანამშრომელი, ერთად ვიყავით კლინიკურ ორდინატურაში, იამ სუქილაშვილი, რომელიც მოდიოდა პერიოდულად რაღაცა პაწაწუნა ნემსებით და სულ ვფიქრობდი და მე მომწონდა დიდი ოპერაციები, ექსპერტაციები. დიდი ნემსები. ეს არის იცი რა მოდიოდა ხო გინდა გახდეომაო 4 შემდეგ მეორე შემდეგ დამრჩა 4 კილო ზედმეტი. ხო გინდა გახდეომაო და მე გიმკომ აუ შენ არ მინდა და იქ ვიღაცა ხო არის თქო. და ჩავედი და ადამიანმა მაჩუკა მომავალი. ეს არის მედიკოჭანტური. მედიკოჭანტურია ეხლა განსაცდელში არის, ძალიან ცუდად არის. ადამიანი რომელიც აი ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მუდმივად ხვდებოდნენ ისეთი ხალხი, რომ ძალიან კაი ხალხი ხვდებოდა და ეს ხალხი აი ამ გზაზე რაღაც ეტაპებზე იყვნენ ჩემი
გზამკვლევი, პრავადნიკ, აი რომელსაც მივყავდი რაღაც წერტილამდე. ჩავედი მედიკოსთან გასახდომად. გამიკეთა რაღაც ნებსები. ერთ კვირაში მოვიმატე 4 კილო. მაშინ ფარტყუნაკაბები იყო მოდაში, ამ ფარტყუნა რაღაცაში ვარ და არ და კაბინეტიდან გამოსვლა არ მინდა, იქ მინდა ყოფნა ძალიან და მედიკოდეიტამ მხარი გავხდი უკვე თქო და ნევროზი მაქვს მშობიარობის შემდგომი და მიშველე რამე. დაიწყო მუშაობა ნევროზზე და 10 დღეში მქონდა 8 კილო დაკლებული. ანუ ის იყო პირველი მაგალითი, რომ არ არსებობს ცალკე სომატური პრობლემა, არ არსებობს ცალკე ფსიქოლოგიური პრობლემა. პრობლემები არის ფსიქოსომატური, რომ სული და სხეული არის ერთობლიობაში. არასდროს არ ვკურნალობ სიმპტომატურად პაციენტებს, თუნდაც გახთომაზე, თუნდაც აუცილებლად არის რაღაც მიზეზი, რატომაც თუნდაც გასუქდა. ის გასუქებ და რომ მოდის პაციენტი, იცით რა გახთომა მინდა. ვეუბნები, აი თქვენ გჭირთ დიაგნოსტიკას ვაკეთებთ ეს. მე გიმკურნალებთ ყველაფერს ერთად. რაღაცაში იქნება 30%-იანი შედეგი, რაღაცაში 70, რაღაცაში 100%-იანი შედეგი. ცოტა ყველაფერი მოწესრიგდება. ეს ყველა სისტემა დაკავშირებულია და ერთმანეთთან და ეს ყველა სისტემა ერთდროულად უნდა დაალაგდეს და თავისთავად ხდებიან. მე ნინო გავხდით. კი, გახდები, იმიტომ რომ დაალაგდა ნივთიერებათა ცვლა. და რა შეიცით საქმე, მე მიმაჩნია რომ დღევანდელი მედიცინა ძალიან დიდი ბოდიში, ხა დღევანდელი მედიცინის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ის წინასწარ კი. და რა არის ეს დაგსაქსვა ამ ვიწრო სპეციალიზაციებად, მიმაჩნია რომ არასწორია. მაშინაც მასე მიმაჩნდა, მაგრამ გზას ვერ ხედავდი. ну მოკლედ მედიკომ განაპირობა ის რომ ძალიან მომინდა იქ ყოფნა, აი ძალიან იქ იმ საქმეში რომელშიც იყო მედიკო. მითხრა რომ იცი რაო ეს ჩინური ჩინურმა მედიცინამ არ მომხიბლა. იმიტომ რომ ვერ მივხვდი ფილოსოფიას არ ვიყავი მზად. და ამ დროს იყო აბსოლუტურად ახალი დინება, რომელსაც ქვია სუჯოგთერაპია. სუჯოგთერაპია იმ პერიოდში ჩამოვიდა ამ სუჯოგთერაპიის დამაარსებელი, ფუძემდებელი, ამ ფილოსოფიის შემქმნელი იყო ასეთი პაკჩევუ, მართლა გენიალური ადამიანი. მაშინ კიდევ ვერ ხვდებოდი მის გენიალობას. იმიტომ რომ აი ასე იყო ფილოსოფოსი არ იყო ექიმი თვითონ. და გააკეთა ასეთი რა, გაერთიანა ფაქტიურად ჩინური, ინდური, ეგვიპტური მედიცინა და ეს ყველაფერი გადმოიტანა ხელზე. და დაარქვა ევროპული სახელი. ანუ საწყისი სწორედ ამ ადამიანთან არის ორგანიზმის გადმოტანისა ხელის გულზე? მას მის სახელს უკავშირდება. მის სახელს უკავშირდება ეს კაცი არა. ეს რა პერიოდია? რა წლებია? ეს 35 წლის წინ მე დავიწყე, მე ვისწავლე ან 96 რო გაჩნდა 6 თვეში. ნინო სახელი გამიმეორე თუ შეიძლება ამ კაცს? აკჯევუ. გარდაიცვალა ალბათ 5 წლის წინ და პატარა ვიყავი, მაშინ მის ლექციებს ვესწრებოდი ყოველწლიურად მოსკოვში. უკვე მერე, მაშინ არანაირი 97 წელი რა მოსკოვში წასვლა რომელი და მახსოვს რომ შევაკოწიწე რაღაც თანხა. რომ ამის ლექციებს მოახერხა მედიკომ, ორგანიზაცია გააკეთა, რომ 36 კაციანი ჯგუფი შექმნა, რომ ჩვენ შეგვეგროვებია ფული აქ და იქედან გამოეგზავნა სპეციალისტი. იქიდან რომ გამოეგზავნა სპეციალისტი და ჩამოვიდა და მედიკომ ხდებოდა მეუბნება რომ ერთ კვირაში ის კაცი ჩამოდის. ამ დროს აი ეს ხო გახსოვთ რა პერიოდია, რაღაც ისეთი მოხდა ოჯახში რომ მოკლედ მე შემი შენაკოწწები იქ გავუშვი. და ძალიან იშვიათად ვკარგავ სახეს საზოგადოებაში. ჩაჩავეს ინსტიტუტის ედოში ვიდექი და ვტიროდი. რომ მე ვერა თქო. და რატო და მათქარ თანხა არ მაქვს თქო. არაუშავს რამას მოვახერხებთ. და ეს თურმე ეს აი ყველაფერს რასაც გვიბოძებენ ზევით არის სწორი. კიდე კაი ეს თანხა არ მქონდა. კიდე კაი მყავდა მედიკო. ჭანტურია და მედიკომ გააკეთა ისე იმ პერიოდში არ იყო სასტუმროები, ერთადერთი იყო მეტეხი. ამ კაც ვერ ვათავსებდი და ოჯახში უნდა მოგვეთავსები. მომცა მისი კვების ფულიც. ჩათვალა და ჩემთან ცხოვრობდა სახლში. ალბერტ ავგუსტოვიჩ უმზარ, жил у меня в течение месяца. ну შენი წვლილი ეგ იყო პრაქტიკულად. შენ გაიღე ის წვლილი, რაც უნდა მიგიღო სწავლაში. და ასე მატერიალურად გასაგები რამ მაგრამ ეს რა იყო იცით სადღაც 9-დან
5-მდე ვიყავი ლექციებზე, ზოგჯერ 7-მდე. იყო ლექციები, იმიტომ ლექციები იყო ყოველდღიური. აპატი, ამ დროს რამდენი ბავშვი არსებობს? არა, ჯერ მხოლოდ 2. ჯერ მხოლოდ 2. ორი კი არა, ერთი გიშლის ხო? არა, მესმის ხო? ძალიან დიდი როლი უთამაშა ჩემმა ოჯახმა. ჩემი დედამთილი, ჩემი მული, ჩემი დედამთილის დედა. გუგული დეიდა, რომელსაც მეც ვარ მომსწრეთ ბებია. მე მამა ჩემი, დედა ჩემი, აი ეს 5 ადამიანი იყო მომართული იმისთვის, რომ ყველანაირად შეეწყოთ ხელი ჩემთვის, ჩემ მეუღლისთვის, გიასთვის, რომ რაღაცა გვეკეთებია. და ალბათ თანაც იმასაც ატყობდნენ, რომ ჩვენ რაღაცები ძალიან გვინდა და როდესაც გინდა, ირგვლივ არიან ადამიანები, რომელიც გიწყობენ ამაში ხელს. მერე და დედაჩემმა წაიყვანა ოთო ბორჯომში და ნოდარიკო დასასვენებლად. მე დავრჩი ერთი თვით სახლში, სადაც ცხოვრობდა ეს დედაჩემის სახლში ცხოვრობდა, მამაჩემი იყო დარჩენილი და ყოველ საღამოს და რომ მოვდიოდით უკვე ლექციებიდან, აუცილებლად ვშლიდი ისე გემრიელ ქართულ სუფრას და ამ სუფრას დამჯდებოდით მე, ჩემ გია, ჩემ მამაჩემი ფიზიკოსია და ძალიან უნდათ რომ ფიზიკა გამწოდნოდა ისე როგორც ვიცოდი, მე ამ მიმართულ ძალიან ბევრ ამას ვერ გავიქებდი, იმიტომ რომ ეს დუალიზმის კანონი. Теория вероятности, теория относительности, აქ ყველაფერი არის თავმოყრილი. აბსოლუტურად ყველაფერი. და საღამოს 8 საათზე რო ვშდებოდით ვახშამზე ლექცია გრძელდებოდა 12 საათამდე, აი იქ იწყებოდა მთავარი. იქ იწყებოდა ფილოსოფიური საფუძვლები. გია იცნობდი მშვენივრად კომაროველი იყო და მე და გია ძალიან ხშირად დროს ვატარებდით იმაში, რომ აუ იმ ამოცანაში აი როგორ ფიქრობ ეს ასე რო გაკეთებულიყო, ისე ჩომდა თუ ასე ჩომდა. ფაქტიურად ძალიან საინტერესო საუბრები ჰქონდა, ძალიან ბევრი რამ მომცა. რომ მიდიოდა ამ კაცმა თქვა, რომ საერთოდ ძალიან ძლიერია ეს ქართული აუდიტორიაო და ეთყობა აქ თქვენო გენეტიკურ მეხსიერებაში გაქვთ ეს მედიცინა, იმიტომ რომ აქო 36 კაციდან სადღაც 8 გამოხვალთ გამოვა ექიმიო ამ მიმართულების. თუ ვუყურებ გაუცებული, აია ვამბობდა, ты обязательно. Ты обязательно რა თქმა უნდა ეს ამან ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის და ჩამოიტანა უამრავი წიგნები, ჩამოიტანა რაღაც იარაღები, რომელსაც ყიდიდა. მე არ მქონდა საშუალება რომ ეს ყველაფერი მეყიდა და რამოდენიმე იარაღი შევიძინე. ანუ ეს იარაღი არის პატარა ნემსები, რომლებიც განსხვავდება აი ზომებით, სიგრძით, მილიმეტრებით, ხო? არის მათში სხვაობა. და მახსოვს რომ ჩვენი ლექციების პერიოდში გაუჩნდა შვილი. იქ ლენინგრადელი იყო, ანუ პეტერბურგელი, იქ გაუჩნდა შვილი. მოვამზადე საჩუქრები დიდებისთვის, პატარებისთვის, როგორც ვიცოდი. მე ძალიან მინდოდა რომ შეყვარებოდა თბილისი. და ამ დროს დახვდა შავი თბილისი. და რას ვაკეთებ, ტრანსპორტი არ იყო და დავდიოდით ფეხით. ფეხით ავიყვანებ თაწმინდაზე. დანგრეულ იმ შენობაში ეხლა რომ გაბზრიალებული და გაბზრიალებული ავიყვანე და მე ვთქარი я хочу вам показать каким был Тбилиси თქო და შევდივარ და ბოდიში და фекалиები რაღაც ну საშინელება იქ და მე ვთქარი я всё равно должна это панно найти панно коки игнатова და ვეძებ არ არის არსად არ არის და უცბად რაღაც მომენტში უკვე რომ წამოსვლას ვაპირებთ, იმიტომ რომ იმდენად დანგრეულია რომ ვეღარ ორიენტირებასაც ვერ ვაკეთებ, რომ მოვტრიალდი და გამოანათა აი ამ ნაგავში ამ პანომ. მე ვთქვი вот это наш Тбилиси. და რო შეხედა теперь я всё понял. და ძალიან რა მოვახერხე, რომ თბილისში შეყვარებია. გარდა მაგისა ჩემი სამეგობრო, ძალიან კაი მეგობრები მყავს. ხო იცით ქართველებმა როგორ ვიცით, მე სტუმრად მივდიოდით, გადაპატიჟება და ასე შემდეგ. გადმოპატიჟება, იმათი მოსვლა გიტარა, ამდენი ლამაზი ქალის საერთოდ. და მოკლედ ესე ნინო, არაფრით არ შემიძლია ხა ჩვენ რა თქმა უნდა ვიზუალს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხარო ეს ამბავი და მოკლებული ვართ, მაგრამ არაფრით არ შემიძლია რომ აი რაღაცა ჩამონათვალი არ გააკეთო, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში განიხილა ორგანიზმი და სხვათა შორის ჩვენს გვითქვამს ეს და ჩვენ სტუმრებსაც არაერთხელ რომ მართლა დადგება დრო და მარცხენა ხელის ნეკის თითის მექიმი იქნება ცალკე და მარჯვენა ხელის ცერის თითის ცალკე, ეს მართლა კატასტროფაა რაღაცა დოზით და სხეული ერთიანობაში უნდა განიხილო ყველანაირად. მაინც
მინდა რომ გააკეთო ჩამონათვალი იმ ნოზოლოგიებისა, რომელსაც ეს რეფლექსოთერაპია ან აკეთებს ხანგრძლივ რემისიას, ან თქვათ აბსოლუტურად განკურნავს. ფაქტიურად ყველაფერი. ცოტა ხმამაღალი განაცხადი ხო არ არის? არ არის განაცხადი. და ეხლა ხანს აი მექანიზმის ზემოქმედების რეფლექსოთერაპიის არის იგივე თავის დონეზე მოქმედებს, რაც ჰომეოპათიის. და გიანადარიშვილს არ ვიცნობდი, ერთ-ერთი ჰომეოპათი ალბათ. კი ბატონო, კი. გიანადარიშვილს არ ვიცნობდი და შორიდან ქონდა ურთიერთობა პაციენტების მეშვეობით. და შემდეგ უკვე გავიცანი ერთად მუშაობდით, გურამ არაჩვეულებრივი ადამიანი, გურამ მსგავსი მთავარი ექიმი მე არ მყოლია, გურამ ტატიშვილთან და გიამ თქვა ერთი фраза, რომელიც აი მე მინდა ეხა გამოვიყენო. Гомеопатия лечит всё. Просто гомеопат может не найти путь, по которому он может лечиться. ეგ ხომ მთლიანად მედიცინაში ეგრეა. კი ბატონო. თუ არ იპოვე ის გზა, რა თქმა უნდა, ვერ გურნავ. ვერ, თორე ეს მეთოდიკაც ერთადერთი მე რასაც არ კიდებ ხელს არის ონკოლოგია, იმიტომ რომ მე ეგოისტი გამოვდექი და ამიტომ მე არ კიდებ ხელს, მძიმეა ჩემთვის. თუ არ გინდა მარცხი განიცადო. არა, გეტყვი, პალიატიური შეიძლება, პალიატიურზე მიხმარია. რა თქმა უნდა ძალიან ახლობლებში, რომ თუნდაც მურზე გადავიდეთ გვიან, თუნდაც შევა პროცესი, თუნდაც მქონდა ერთი შემთხვევა, სადაც ფილტვის კიბო იყო, ეს ქალბატონი ვერს უნდკავდა ფაქტიურად და ლოგინად იყო ჩავარდნილი და ავიწყანებსების კეთება. გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმტკივნეულოდ და აქტიურად ლოგინიდან ადგა, დადიოდა. ოჯახის წევრებთან ურთი ჩვეულებრივ ადამიანად ხსნა. ყველა იქცავალ სად დავრჩებით აფიქნები. უბრალოდ აი რომ მე ადამიანს იცნობ, რატო ვერ ონკოლოგია იცნობ, იმიტომ რომ დაემშვიდობა და ჩემთვის არ ვარ ეთყობა ჯერ სულიერად მზად ამისთვის. მოდით მაშინ ესე ვქნათ, ონკოლოგიას დავემშვიდობოთ და ახლა გითხარით, აბა რა სახის პაციენტები არიან თქვენთან და ასაკით საინტერესოა. ასაკი არის ყველანაირი. დაუშვათ მყოლია წლამდე ბავშვებიც. ამ შემთხვევაში ითვლება კარგად მიმაჩნდა რომ ეს არის ზღაპარი, რომ სანამ არ არის დარღვეული ჭიკლარი დედას და შვილს შორის შეგიძლია გაუკეთო ნემსები დედას, უმკურნალო დედას და გადასცემ პლაცენტარული გზით. მახსოვს რომ მომიყვანეს დიაბეტიკი ბავშვი, რომელიც იყო წლინახევრის, რა თქმა უნდა პირველი ტიპის დიაბეტი ძალიან მძიმე, დედას უკეთებდი ნემსებს. და შვილთან მაჩვენებელი ჩამოვიდა 500-დან 200. ეს მე მგონი საკმაოდ კაი რეზულტატი, ახლა 200-იც არ არის ნორმალური. 500-დან 200-ზე უკვე კარგი. მე ეს იყო ბევრი წლის წინ, 17 წლის წინ. ეხლა უკვე ჩვენ მოვახერხეთ ის და საერთოდ აი ამ თუნდაც ინტერნეტმა, განათლებამ, რომ ადამიანები იღებენ ამას ჩვეულებრივად, რომ ეს არსებობს. მაშინ იყო საშინელი ნეგატივიზმი. არ დამავიწყდება ჩაჩავას ინსტიტუტის ყველა თანამშრომელი მიმაჩნდა, რომ ჩემი საერთოდ ბალეჩიკ გულშემატკივარ და ჩვენ ერთ დღეს გავიგე საორდინატოროში, ორმაგი კარი იყო იქ და შევდივარ და наша умненькая Ниночка какой дурью занялась. ეს დამოკიდებულება იყო და იყო როგორი რაღაც იცით ეს ნემსები მოქმედებს, გამოწოვს ორგანიზმს თავის რესურსებს და მეორე უარესი იქნება და დედას ეუნება ექიმი, ვიღაც არ ვიცი, რომ იცი რაო, ერთ-ერთი სისულელია მაგ მედიცინა. მაგრამ გარდა მაგისაო, აი გამოწოვს რესურსებს შენ შულს და საერთოდ მოგისპობს მე შაქარი უარესი. თუ სისულელია, თუ არ არსებობს, როგორ გამოწოვს და მაშინ უარყოფით რატო ეძებ, ხო? და ბავშვს საერთოდ ნემსებს არ უკეთებ. ჩემთვისაც საოცარი რამე იყო, ჩემთვის იყო, ეციკში წავიკითხე, პაკმა თქვა, ან პაკჭერუმ თქვა და იმიტომ გავაკეთე, პაპრობუი. ამ მედიცინას აქვს ერთი დიდი პლუსი. პრინციპ ნიენავრიძი, ანუ არ ავნო სამედიცინო მთავარი პრინციპი მოქმედებს 100%-ად. 100%-ით, იმიტომ რომ თუ შეიძლება ვერ დავეხმარო. ყველაფერი ხდება, შეიძლება ვერ დავეხმარო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ვერ ვავნებ. ამიტომ ხელი გაშლილი მაქვს.
ნინო ამ ნემსების გარდა აი წურბელებიც ვახსენეთ ჩვენ, ხო? წურბელებითაც მკურნალობთ. წურბელებითაც ვკურნალობ. წურბელები წამოვიდა თავიდან როგორც დამხმარე მეთოდი. საშინლად მეშინოდა წურბელების. რაჭაში ყავდა ნინა ბებია, რომელსაც ფანტასტიკური აი ქუხნებს რო ეძახიან დასავლეთში, რაჭაში არც ვიცი რა ქვია, შვაცეცხლი ქონდა იქ, თონე იყო რაღაც ძალიან საინტერესო და სუეტი სულ მქონდა იქ შემთვრალი ყავი. მაგრამ ვერ შევდიოდი, იმიტომ რომ ჩემთვის ძაღლის არ მეშინოდა და ძაღლზე უარესი იყო წურბელები 5 ლიტრიან კილოში. შემდეგ უკვე ეს რო დავიწყე, მითხრეს რომ წურბელებით შეიძლება აი ამ ხელის წერტილებზე ზემოქმედება. და უფრო ძლიერი და პაციენტის სიყვარულმა განაპირობა ის, რომ პირველად გამოვიყენე წურბელა. და როგორ მოხდა, იცით, იყო ფარისებრი ჩირკვალში. მაშინ ჯერ ჩინურ ნებსებს არ ვაკეთებდი, ანუ სხეულზე არ მუშაობდი, ხელზე მუშაობდი მხოლოდ. იყო პაციენტი, სადაც იყო 9 კვანძი ფარისებრი ჩირკვალში, დავიწყე მუშაობა. გახდა ის კვანძი 13, ანუ დაიქსაქსა, კი არ მომრავდა, დაიქსაქსა, დაპატარავდა, მაგრამ იყო უკვე 13. შემდეგი უკვე 13-დან ჩამოვედით 3-ზე და იმ 3-ს ვერაფერი ვერ უქენი. აღმოჩნდა მე ის 3 იყო პაპილარული კიბო. ოღონდ სანამ ამას აღმოვაჩენდით, რომ ეს იყო პაპილარული კიბო, ის კალპატონი გადარჩა, გადავწყვიტე, რომ როგორმე ეს 3 ეგება, მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი შემიძლია. ეხლა ვწმუნდები, რომ სტაჟირაც მეტია მერე უფრო, ხო. მაშინ მეგონა, რომ აი, იმიტომ რომ თან რეზულტატებიც ძალიან კარგი იყო, წავედი ბორჯომში, გამოვაცხადა, რომ უფასო ექიმი ჩამოვიდა და დამედგა რიგი. და მახსოვს, რომ რა პრაქტიკაა. 3 წლის ნაინსულტარი ქალი, რომელიც ლოგინიდან არ დგებოდა, მეხუთე სეანსზე გამიღო კარი. და მეგონა, რომ რა კარი ვარ. ხო და ამ ქალბატონს გადაწყვეტე, რომ წურბელები დავასვაღო. წურბელები საშინლად მეშინოდა, სადღაც ვიშოვე ეს წურბელები და რაღაც თითის რაღაც წერტილზე მოუნიშნე ადგილი ვასვავ, არ ჩდება, ჯერ დავიწყე პინცეტით შორიდან, მე რაღაცა მე რო შეხვალ როლში და ბოლოს რო აღმოაჩენ, რომ ხელში გიჭირავს ის რომ ჩამაგდა ერთი წურბელა, ჩამაგდა მეორე და გავარნები ამ წურბელებს თავი. მესამე წაიყვანა იმ ქალბატონმა სახში, იქნება მე გამომივიდეს რამეო და ბოლოს გაეპარა ის წურბელა. არაფერ არ დამთავრდა ჩვენი ამბავი. გადის ერთი წელი და ჩემი ახლობელი მირეკავს, რომ ნინო, ჩემთან ჰირუდოთერაპევტი არისო და შენ ხო არ გამოგივიდაო. და ნელდეი და მეუნება მოდიო და განახებს როგორ შევდივარ, ხდება ძალიან საინტერესო ადამიანი. მეუნება რომ იცი რა, წურბელები ადრენალინს გრძნობენო, როდესაც შენ გეზიზღებაო, როდესაც ის პაციენტი არიღებსო და ამიტომ ნუ ვერ დაждდებოდაო ეს წურბელა, რადგან შენგან აგრესია და ზიზღი მიდიმოდიოდაო. და ნუ ვიფიქრე, რომ ალბათ ამას პერასოს ვერ გადავლახავ და თან უყურე პროცედურას. თურმე უკუხმავსვავდი. ყველაზე მოვკარი. თვითონ გაგეგუდია. მოვკარი. გავჭრა. ნუ მე დავიწყე თავიდან ესე მართლა თამაშით მე ვიპოვე, რა თქმა უნდა დავიწყე ლიტერატურის მოძიება და პრაქტიკა და ლიტერატურა ერთია და მე როგორ განვითარდი, იცი, როგორც ექიმი, ალბათ მასე უნდა ხდებოდეს. ნუ რაღაც რა თქმა უნდა, რაღაც ცოდნა მქონდა. მაგრამ მე მოვიდოდა ურთულესი პაციენტი. მაგალითად პაციენტი გაფანტული სკლეროზით. იმას შენი იმედი აქვს. ამ დროს რა დიაგნოზია? ამ დროს რა დიაგნოზია? და შენ გინდა რომ რაღაცით დაეხმარო. იწყებ ქექვას, ძებნას, აბა აქედან, აბა იქედან და პოულობ გზას. იმ პირველ პაციენტზე გზას რო იპოვი, მე დანარჩენებზეც უკვე მე ამბობენ რომ აუ რა მაგარი ექიმი, რა მაგარი ექიმი კი არა, უბრალოდ ყურადღებიანი უნდა იყოს ცოტა და ის ადამიანი გიყვარდეს. და გაიქცა უფრო რთულია მამოცანა და მიზანი ყოველთვის მეც ყურადღებას აქცევ. გაგვეპარა დრო. მე ისე მწყდება გული, იმიტომ რომ ეთერს მიღმა სანამ ჩვენ ეთერს დავიწყებდით, ისეთ ფილოსოფიურ საუბარში გადავიჭერეთ თუ რამდენი საერთოდ არა მარტო ჩინეთია ამ ყველაფრის გული, ჩვენ იმეც ვიტოვებთ რომ არა უნდა გავანდო რომ თემაზე ძალიან ხო, იმიტომ რომ აი ჩვენ ვამბობდით რომ ჩინეთია ამის აკვანი და ნინომ საუთ რაღაცებზე აგვახელინა თვალი. მოგზაურა, მაგრამ დღეს არ მოხერხდა. პლუს ამას რაღაცა საფუძვლები საქართველოშიც მოიძია და ეს კავშირები და ზოგადად სამყარო ერთია. ამის დასკვნის გაკეთებების საშუალება დღეს გვეძლევა. მოკლედ ჩვენ იმეც ვიტოვებთ. ისევე როგორც ჩვენ ორგანიზმი შევხვდებით, აუცილებლად შევხვდებით, მოგიწვევთ, იმედია თქვენ მობრძანდებით ჩვენთან.
დღეს კი მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე უბრალოდ მინდა შევახსენოთ ჩვენ მსმენელებს, რეფლექსოთერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ექიმი ნინო ვაშაკიძე გვსტუმრობდა. ჩვენ მას დღეს უმასპინძლე, თუმცა იმ იმედით, რომ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს სულ მალე. საუკეთესო სურვილებით აქვე ჩვენს დაგემშვიდობები და გეტყვით, რომ აი ესე ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დედის დღე მედეფემის დილის ეთერში. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. ამ დღეს შეხვედრა ჩვენ სტუმართან აი ესეთი საინტერესო და ემოციური საუბრები, მათი საათი შესრულდა თბილისში და უკვე დროა დაგემშვიდობოთ ხვალამდე. ხვალ დილით 9:09-ზე ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მშვიდობიან ბედნიერ ლამაზ დღეს გისურვებთ და კიდევ ერთხელ დედის დღეს მოგილოცავთ ყველას, ვინც რა თქმა უნდა დედაა და ვინც ასე ვთქვათ უსმენს, რაც მთავარია ჩვენს პირველ სამედიცინო რადიოს. ეკა ხოსიაშვილი და თამუნა ბოჭურიშვილი ხვალ დილამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.